დილა მშვიდობისა მეგობრებო, თუ დღე მშვიდობისა უკვე. მე მგონი დღე მშვიდობისა. მადლიერების გაკვეთილებზე მინდა ვისაუბრო, რომელიც აქ ეგვიპტეში მივიღეთ რეალურად ძალიან დიდი დოზით. გუშინ ვიყავით ძალიან საინტერესო ტურში, მოკეთ რაღაცა ექსტრიმი და კანიონები და ჯიპები და ასე შემდეგ. ამაზე დავწერდი, ამაზე ცალკე მოგიყვებით, იმიტომ რომ ეს იმხელა ემოცია იყო და ისეთი შთაბეჭდილებები იყო, რომ ამაზე ეს ვერ ვიტყვი მოკლედ და არ მინდა თემები შეურიო. მადლიერებაზე მინდოდა უბრალოდ დღეს მე თქვა ნახეთ, დაახლოებით 500 კილომეტრი ვიარეთ ერთი მიმართულებით ამ შეიხედან კაირომდე 500-ად რამდენი არც უმეტი ძალიან ბევრი იყო, მთელი აქედან 8 საათი ვიყავით გზაში და იქიდან მგონი 5-6 საათი. და ეხლა ვიყავით მეორე მიმართულებით, მეორე მხარეს დაჰაბში. დაახლოებით 200 კილომეტრი ალბათ აქედან რა, 8 საათი ნახევარი, ის 200 არ შეიძლება 150. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ბევრი მანძილი. დაახლოებით საქართველოს რო გადაკვეთო ერთი მხრიდან მეორე, ესე განივათ რო გადაკვეთო ზღვისპირეთიდან კავკასიონამდე, აქეთ ლაგოდეხის მხარეს. დაახლოებით ეგ მანძილი გავიარეთ, ცოტა მეტი კიდე მე მგონი. არ დამითვლია, მაგრამ დაახლოებით ეგრეა. და აი წარმოიდგინეთ, აი ამ მანძილზე ხო? იყო ალბათ რავი, ერთი ქალაქი, რაღაცა შორეულად და რამდენიმე პატარა სოფელი, რამდენიმე ნიშნავს 2-3 და არა რაღაცა ბევრს. აი პატარა სახლები, პატარა ფანჯრები, ქვიშისფერი, ერთნაირი ყოლოფები და თითოეულ სოფელში 5-6 ესეთი სახლი დგას. და კილომეტრების რადიუსში ირგვლივ არ არის არც მაღაზია, არც სკოლა, არც აფთიაქი, არც საავადმყოფო, არც პოლიცია, აი არაფერი არ არის საერთოდ. როგორ ცხოვრობს, ჩემს გაუგებარია, იმდენად დამაინტერესა, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი, ან რას იკვებებიან, ან როგორ ცხოვრობენ, იმდენად მაინტერესებს, რომ გადავწყვიტე ახლა National Geographic-ში უნდა ჩაუჯდე იმას, რა ქვია, ეგვიპტის შესახებ ფილმებს. და უნდა უყურო, იმიტომ რომ გასაოცარია. და მთელი ეს ტერიტორია ფოტოებსაც დავდებ მერე. ძალიან ბევრი ფოტოები და ვიდეოები გადავიღე. მთელი ეს ტერიტორია არის აბსოლუტური ხრიოკი. აი აბსოლუტური ხრიოკი. სადღაც ბუჩქები გამოჩნდა ამხელა და სურათი გადავუღე, აი ბუჩქნარი მეტი. კანიონში კიდე ცოტა დიდი ბუჩქი იყო ერთი ცალი და იმასაც სურათი გადავუღე, როგორც რაღაც ეგზოტიკურ იშვიათობას. ეს ამ ტერიტორიებზეა, სასტუმროს ტერიტორიებზეა ეს პალმები და დილას აღამოს რწყავენ ამ გაზონს, რომ რაღაცა ლამაზად იყოს და არ გახმეს ასაკვირველია, მაგრამ დანარჩენი სამყარო ასე ვთქვათ ამ ქვეყნის არის ან უდაბნო, ან ხრიოკი, ან აი სრულიად გახრიოკებული მთები. ძალიან ლამაზი კი არის რაღაც თავისებული დიდებულება, ამასაც აქვს. ნუ ახლა ჩვენი მთების მერე ხო ცოტა სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ მთების მიმართ, სხვა მოთხოვნები, მაგრამ ნუ ამას თავისებური დიდებულია, იდუმალია, ნუ აი რაღაცნაირი არ ვიცი მოგეთ რა. ხო, მაგრამ ამ ყოველთვის თავი რო დავანებოთ. ეს ამას უბრალოდ გარემოს გიხსნით, ძირითადი ნაწილად ხო, აქაც იქნებიან თავით მილიონერები, აქაც ეყოლებათ, იგივე ამ სასტუმროების ბლოგერები ცხადია, რომ ღარიბები არანაირად არ იქნებიან, მაგრამ ხელფასები არის ძალიან დაბალი, ძირითადი მასა ცხოვრობს ძალიან ღარიბად. როგორც აქაურებმა გვითხრეს და ნახეთ როგორი რაღაცაა. აი ყველაფრისთვის მადლობელი არიან. აი ყველაფრისთვის, რასაც ქვია. მომსახურე პერსონალი დავიწყოთ აქედან, ხო? ამათა ძალიან დაბალი ხელფასები აქვს. ანუ რიმილის გარეშე და მოსალმების, ანუ თან რიმილი არის ძალიან გულწრფელი, ეს მინდა ვთქვა რა, ეხლა ყალბი რიმილი უფროსობა მიბრძანა, ესეთი რიმილი არა. აი გულწრფელად ხდებიან, გულწრფელად გირიმიან, თუ რამე ჭირდება გულწრფელად მოგიტანენ. რა აქვს, იცით? აი ჩვენ ძალიან ხშირად გვიტყდება მომსახურების სფერო რა, იმიტომ რომ აი გაყიდვაც გვიტყდება, იმიტომ რომ ეს გაყიდვა რაღაცა სირცხვილია, ჩვენ არ გვეკადრება და ასე შემდეგ და ნუ მეც მქონდა ზუსტად იგივე კომპლექსები და ყველას ფაქტობრივად უმრავლესობას გვაქვს. აქ ანუ ეს მომსახურე როგორ გემსახურებიან, აი კი არ გემსახურებიან, აი თავიანთ ქვეყანაში არიან. და რაღაც აი სასიამოვნოს გიკეთებენ როგორც სტუმარს. შეუძლია წავიდეს ყავა მოგიტანოს, თუ კი მიხვდა რომ ყავა გინდა, შეიძლება ხელსა თუ დაინახა რომ მაგიდას ეძებ მოგძანდია. ნუ ხეს შედის პერსონალის რა ქვია სასტუმროს იმაში დღის წესრიგში ეტყობა, მაგრამ ძალიან გულწრფელად აკეთებენ ამას. თავაზიანობა არ არის ყალბი მოკლედ რა, არც ღიმილი არ არის ყალბი. გულწრფელად თვლიან რომ რაღაცა უნდა გასიამოვნონ ესე. ოღონდ არა მონის პოზიციიდან, აი რა ძალიან მომწონს
აქაურები არიან, მე რა რომ მსახურე პერსონალია, ეს მისი ქვეყანა და აი გარკვეული სიამაყითაც კი გემსახურება, რომ აი შეუძლია ეს გააკეთოს. და მეორე რაც ძალიან მეორე კი არა და კიდევ ბევრ ამას ვიტყვი, მეორე რაც ძალიან მომხდა თვალში, ძალიან დიდი მადლიერებით იღებენ ფულს. აი უდიდესი მადლიერებით იღებენ ფულს, ზოგი რაღაცა ესე ხელზე თამით ტრადიციები აქვს, ამათაც თავიანთი რაღაც წესები ხო? მაგრამ აი ისეთ მადლობას ამბობენ ამ თანხისთვის და $1 კი რო აჩუქო ვინმეს ხო? აი ჩვენთან ხო არის რაღაცა აჩუქებ, რაღაცა დაუტოვებ ჩაის ამბობენ, ვიღაცა რაღაცა არ მოეწონა, ან ეს რა არის ამდენი ამი და იმაშიც კი ყოფილა ბაზრობაზე ერთხელ რაღაცა მათხოვრობდა ხალი და არ ვიცი რაღაც ხურდამიცავი რომ ეს რა არის კი მაგრამ რას მაძლევ ანუ ესე აქ აი ყველა ოღონდ რაღაცა შენ თუ რამე ჩათვალე რამე უნდა გაუკეთო უდიდესი მადლიერები დღებულობენ ნუ ფულზე ახლა გითხარით როგორი აი თითოეულ $-ზე არიან მადლიერები და რაშიც ყველაზე მაგრები არიან მე თუ მკითხავ ეს არის გაყიდვა რასაც ჩვენ გაყიდვების ტრენინგებზე გვასწავლიდან და ვასწავლით ხოლმე, ამათ ბუნებრივად იციან ეთყობა. ოღონდ აი რაღაცა თურქული მარკეტინგისგან განსხვავებით არ არის აგრესიული, ანუ არ გაგაღიზიანებს, ისე არ გაყიდინებენ, ოღონდ გაყიდინებენ სიამოვნებით. და თან ყოველ როგორ ლატანსკის კონდა ერთხელ ადრე ესეთი ტრენინგი, как продавать, не продавая, ანუ როგორ გავყიდოთ, ისე რომ არ გავყიდოთ, მოკლედ დაახლოებით ესე ითარგმნება. რომ ესე იგი კი არ შენ კი არ ყიდი, შენ უბრალოდ ადამიანს აჩვენებ იმ სარგებელს, რომელიც მას შეუძლია შენ ნივთიდან მიიღოს. და ეს ძალიან კარგად ჩემთვის ძალიან მისაღებია, იმიტომ რომ მე არ მყავს არაფრის დაძალება და შეტევა, ყოველთვის ვცდილობ, რომ თუ კი ეს პროდუქტი იმ ადამიანს არ გამოადგება, ყოველთვის ვეუბნები ციდან ხენეს კურსი არ გჭირდებათ, მოდი ჯერ წიგნები წაიკითხეთ, ბევრჯერ მithქვამს კიდეც რომ ესე ვეუბნები ხოლმე. და ჩემთვის ეს არის ძალიან მისაღები, რომ შენ უბრალოდ უხსნი ამ სარგებელს, მაგრამ ისე საყვარლად გიხსნიან ამ სარგებელს. და ისეთ ექსკურსიის დროს იქ მოყიდიან გზადაგზა რაღაცა იმებს, რა ქვია, სუვენირებს, ანუ რა ვიცი, ზეთებს ხო, ზეთები ხო ამათ თემად, იმ ზეთები გვაყიდნენ რომ გაგითხრათ. შემდეგ ამ იმის დროს, რა ქვია, საუბრის დროს აქ რეცეპშენში რომ მასე ლაპარაკები, ისე კარგად მოყიდის რაღაცა სხვა ექსკურსიასაც იმის გარდა რომელიც შენ გინდოდა. ოღონდ ნუ აი მართლა სიამოვნებას ღებულობ ამ ყველაფრით რა, აი კი არ სიამოვნებით და მართლა სასარგებლოა ყველაფერი, რასაც გეუბნებიან და რაც თავარია ფასები აქვს. იმდენად კარგი აქ არ არის გათვლილი იმაზე, რომ ერთი და ორი ტურისტიდან გამდიდრდნენ რა, გათვლილია იმაზე, რომ ბევრი ტურისტი ყავდეთ და ეს რა თქმა უნდა სწორია. სამაგიეროდ ხალხია ალბათ წლობით ჩამოდიან, უკვე ყველას იცნობენ რომ ჩამოდიან ხოლმე, ოჯახებით დადიან. და იმდენად არაჩვეულებრივი გარემოა საკვები, რა ვიცი, უხვი და ყველაფერი, რომ ადამიანებს უღირს დასაკვირველია ჩვენ დაახლოებით ჩვენთან რომ ერთი ნომერი ვერ სასტუმროში დაახლოებით იმდენი ჯდება ერთი კვირა. ძვირიან სასტუმროებში დასაკვირველია და ესეც მაღალი კლასის სასტუმროა, ეს არის დაბალი კლასის სასტუმრო. და კიდე ესე ძალიან გონივრულად არის ეს სასტუმროები, მე თუ მკითხავთ, მოფიქრებული, იმიტომ რომ ამათ არანაირი შემოსავალი ხო გითხართ, ანუ აი არსად არაფერი არ მოდის, ხეს ვერ დაინახავ, ხახვის ღერსაც ვერ დაინახავ, ფოჩს ვერსაც რო გინდოდეს. ზღვა არის ძალიან მარილიანი და ხო ახლა დაივინგი და ვისაც ახლა მარჯნები აინტერესებს კი ბატონო, მაგრამ საბანაოდ თან ეხლა ჯერ კიდევ ცივია და მე რო დაცხება უკვე ძალიან ცხელა, კლიმატიც ზედ არ უწყობს ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ აი სასტუმროების ჩამწკრივებული შარმელ-შეიხში უამრავი სასტუმროები ძალიან კარგად არის გათვლილი იმაზე, რომ სასტუმროში არის ინფრასტრუქტურა ისეთი მოწყობილი, რომ სულ არ გინდა ახლა ზღვაც არის აგერ, მაინც არის სიმბოლურად თუ გინდა ჩაყურყუმელავდი და ამოდი, ვერ ჩაყურყუმელავდები ზედაპირზე თუ გაჩერდები, თუ გინდა ჩადი და ამოდი, მაგრამ ძირითადად მაინც ის არის, რომ სასტუმროებზე ძალიან კარგად ხო ინფრასტრუქტურა არის კარგად გათვლილი, რომ აქ რო ხარ, ფაქტობრივად არაფერი აღარ ჭირდება, აი არაფერი აღარ ჭირდება საერთოდ ისვენებ და ნეტარებ. ეს აქვს ძალიან კარგად. ნუ ეს არის ხამ ხარეში ალბათ ეს არის შემოსავლის წყარო და ეს ვაჭრობა კიდე სუვენირები, ზეთები, ჩაი, სუნელები, თავიანთი რაღაც აქსესუარები და ესენი და ისეთ ფასში რომ ნუ აი თქვენ მოდი ვიყიდი რა, ბარემ ვიყიდი, ბარემ ამასაც ვიყიდი, ბარემ ამასაც ვიყიდი, ბარემ ამასაც ვიყიდი და ბოლოს მე ბარემში კაი დამატებითი ბარგის კიდყიდვაც გჭირდება გარდა იმისა, რაც უკვე ნაყიდინგან. მოკეთ ძალიან მართლა მოხიბლული ვარ ამ ქვეყნით და მართლა მიყვირს აი ამ ხელა 1000 კილომეტრის მანძილზე ეს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, ან ძალიან მაინტერესებს ამ ბედუინები როგორ ცხოვრობენ. გასაგებია შეგუებულები არიან ამ ყველაფერზე, ჩვეულებები არიან, მაგრამ რაღაც ელემენტარული გადამიყირავ და ელემენტარული პირობები მაინც ხო საჭიროა. აი შევაფრთხილებ ბარემ.
ხო, ეს კი გადავიღე სურათები და გაჩვენეთ კიდეც, მაგრამ აი ნახეთ, ისე უვლიან ეს გაზონი არის სულად ენითალოკილივით არის დილასაღებოს წყამება არ გახმეს. საოცარი, ყველგან სისუფთავეა, ყველგან დაწყრიალებული ყველაფერი, იდეალური გარემო. და რა თქმა უნდა, უამრავი ტურისტი. ისე რომ თუ ვინმეს დასვენება გინდათ, რასაც ქვია, ხო, დასვენება, რომ ბალანსში იყო სამყაროსთან რაღაცა შენთვის იყო, ყველაფერი გარანტირებული გქონდეს, ახლა ვიცინოდი სახში რომ ჩავალ მეთქი სამზარეულოში შევალ, ალბათ იმის ძებნას დავიწყებ მეთქი საჭმელებში სადაც ქვია. და მაქსიმალურად კომფორტული გარემო კი არა. კაცთ მოყვარული და რაღაცნაირი, ძალიან კარგები არიან მოკლედ რა, ძალიან კარგი ადამიანები არიან და ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. და შემდეგი ტური იტალიაში გვაქვს ჩვენ, მაგრამ ეგვიპტეში აუცილებლად დაუბრუნდებით, ისე რომ ვინც მოგხიბლათ ასევე ეგვიპტის ამ ეგზოტიკამ და თან თანამედროვე, თან ეგზოტიკური, თან ახალი, თან წარსული, თან პირამიდები და თან თანამედროვე სასახლეები, ეს ყველაფერი ვისაც ხიბლავთ, აუცილებლად დაუბრუნდებით კიდევ ჩვენ აქ. გული გწდება რომ კიდე რაღაცები ვერ ვნახეთ, 7 დღე თუ ცოტა იქნებოდა ეგვიპტისთვის ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მე მეგონა რომ ძალიან ბევრი იყო. მაგრამ ყველას გული წყდება აბსოლუტურად გუშინ საღამოს ვისხედით და საუბრობდით და ყველამ თქვა რომ აი მე როგორ გული მწყდება, ხო არ გავაგრძელოთ. მე მგონი ბილეთების გადასვლა რო შეიძლებაოდეს, არ გვაქვს ესე აღებული გადაცვლის ბილეთები, გადასვლა რო შეიძლებაოდეს, ალბათ ამას ვიზავდით, რა ვქი დავრჩებოდი რამდენიმე დღე კიდევ. მიყვარხართ მოკლედ და ყველასთვის მინდა რომ ყველამ ისიამოვნოთ ცხოვრებით. აი ასეთი ადგილებით, კიდე უკეთესი ადგილებით უამრავია სამყაროში, ასეთი კი არა და მილიონჯერ უფრო უკეთესი ადგილებია. უბრალოდ მე იმას გიზიარებთ, რაც მე ვიგრძენი და იმას გაჩვენებთ, სადაც ჩვენ ვართ. ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას, ჯანმრთელობას გისურვებთ. სამყაროში არ ვიცი რა ხდება, საერთოდ არ ვიცი არც ერთმა სად რა ხდება. ამიტომ თუ სადმე რამე ხდება და ისეთი რომ რაღაცა არ ვიცი რა დროს ეგ არის რომ ამბობენ ხოლმე აქ ეს რაღაცა ხდება, მე არ ვიცი თუ სადმე რამე ხდება, ამიტომ მაპატიეთ თუ ეხა უადგილოა არ ვიცი ჩემი ჩართვა, მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მე მინდა რომ ადამიანები იყვნენ ცოტათი უფრო ბედნიერები ვიდრე არიან. ამის რაღაცა დავპოსტე და ზუსტად მაგაზე რომ მე მეთქი ხა რაღაც გამოვთქვი მეთქი ჩემი აზრი რაღაც თემაზე და მე წავშალე, იმიტომ რომ არ მინდა რომ ნეგატივი მეც გავავრცელო და ზედმეტად კიდე გამოვიწვიო რაღაცა ადამიანებში ნეგატიური ემოციები და რაღაცა სახლი დავდა ყვავილებიანი, რა ვიცი, ისე სიახუარი რაღაც ფოტოს უბრალოდ რო დებ, იმიტომ რომ ფოტო არ გაქვს, მე სხვა არაფერი შესაძლებელი და რაღაცა რამდენიმე მგოგომ და რამდენიმე დამიწერა, ჩემი მსმენელები არ არიან, მაგრამ რაღაც ჩემთან არიან, როგორც ჩანს, რომ აი მე როცა სამყაროში ესეთი რაღაცა ხდებაო, მე ესე ვერ ვიცხოვრებო. ისიც ჩემო მეგობრებო, ჩვენ თუ ყველა ჩავერთვებით იმაში, რაც სამყაროში ხა ცუდი ხდება, უფრო უარესი მოხდება, მათ შორის ჩვენ ცხოვრებაში და მე საერთოდ არ მინდა რომ ეს ყველაფერი შეეხოს უშუალოდ ჩემ ცხოვრებას. გასაგებია სამყაროში რაც ხდება, მესმის, თანავუგრძნობ ყველას, მაგრამ ისიც ვიცი რომ არსებობს პარალელური რეალობები, არსებობს ადამიანები, რომლებიც ერთი და იგივე პანდემიის დროს ზოგი ცხოვრობდა შიში და მაშინ რა ქვია, ტრაგედიაში და ნერვიულობით მოიკლა ბევრმა თავი, ზოგი ცხოვრობდა მშვიდად და მშვიდად გაიარა ეს პერიოდი. ასე ხდება სამყაროში, სულ ხდება ყოველთვის ყველაფერი, ყოველთვის და რაც მეტია ნეგატივი, მით მეტი ცუდი ხდება სამყაროში. რაც მეტად დავფიქსირდებით ნეგატივზე, მით უფრო გაძლიერდება. ეს ჩემი მოგონილი არ არის, მე არა ვარ ეს გენიუსი ერთნაირად მოვიგონო. სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგია, სადაც მიდის ჩვენი ენერგია, ის მრავლდება. მიდის ჩვენი ენერგია ნეგატივზე, მრავლდება, მიდის ჩვენი ენერგია სიკეთეზე, მრავლდება და რა გავაკეთო ახლა ესია და ვისაც გნებავთ რომ გქონდეთ ნეგატივზე თქვენი ყურადღება, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ჩემი არჩევანი ეს არის რომ გქონდეს ყურადღება იმ პოზიტივზე, რომელიც დედამიწაზე მადლობა უფალს ჯერ კიდევ არსებობს. და ბოლოს ვიტყვი რომ აი ამის ფონზე, რასაც მე ვუყურებ, ხო? აი ჩვენ ისე ცხოვრობთ, რომ 64-ში ვცხოვრობთ. მაგრამ ჩვენ მოგვეცა ღვთისწყალობა ყველაფერი ხამათვის ესეც ღვთისწყალობა, სადაც არიან, მაგრამ ჩვენთვის კიდე ჩვენი საქართველოა ღვთისწყალობა. და რამდენად მეტი შესაძლებლობა გვაქვს ამ ადამიანებთან, ამიტომ ვილაპარაკე ამდენი, ბოლოს ეს მინდოდა მეთქვა. რამდენად მეტი შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ ამ ადამიანებთან შედარებით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ. რამდენი შესაძლებლობა გვაქვს, რამდენი აი მე არ ვიცი, მოკეთ სადაც ბარს დაარტყა, ყველგან წყალი ამოდის და ყველგან რაღაცა ამოდის, კარტოფილს მაინც ამოიყვან, ბოლოს სხვა არაფერი არ მოვიდეს და
ამიტომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ და ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ და ჩვენ რატომ მატერიალურზე ამ ხოთ ანუ ერთი მანქანით მეტი გვეყოლება თუ ნაკლები ამაზეა ლაპარაკი ამაზე საუბარი ანუ ეს არის ბედნიერება თუ აი რაში გამოიხატება ის რომ ჩვენი ქვეყანა ვერ იცხოვრებს დამოუკიდებლად და ვერ იქნება და დაიღუპება და ჩაიძირება არავინ არ ჩაიძირება ის ვინც ასე ფიქრობს ეს მინდოდა მეტყვა კოცნით გეხვევით მე ვაგრძელებ ჩემი ყურადღების მიპყრობას სიყვარულისკენ მადლიერებისკენ უფლის მადლიერებისკენ და საერთოდ უმადურობასთან ძალიან შორს ვარ და უმადურობად მიმაჩნია როცა საქართველოში ადამიანი ცხოვრობს და ის არის უმადური ცხოვრებით იმიტომ რომ იმდენი შესაძლებლობები გვაქვს იქ რომ ყველა შეუძლია რაღაც გააკეთოს ყველა შეუძლია რაღაც მესმის ახლა ვიღაცა უფრო კარგად ცხოვრობს ვიღაცა უფრო ცუდად ცხოვრობს აქაც ისე თქვენ მე ვარ რომ ვამბობ ახლა ადამიანები დოლარს მადლიერებით იღებენ მეთქი ისინი ძალიან ღარიბები არიან ეს ლაპარაკია იმაზე რაღაცა პატარა ყველა ესე იღებს მაგრამ ისინიც კი ვიზეთ პატარა ახლა დამლაგებელს მივეცი $2 და ისეთი მადლობები მიხადა რომ ну აქესია ასე ტოვებენ იმას ასე ვთქვათ ჩაის თუ როგორც ქვია და აი ეს მადლიერება მეგობრებო როდესაც ჩვენ ვართ მადლიერი იმის რაც გვაქვს გვეძლება ბევრად მეტი როდესაც ჩვენ ვართ უმადური იმისი რაც გვაქვს გვერთმევა ისიც რაც გვაქვს და არასოდეს მოგვეცემა მეტი კოცნით გეხვევით თქვენი თამარი აბა ბედნიერად ხვალ ბრუნდებით საქართველოში უკვე და გადავდივართ იტალიის ტურის დაგეგმვაზე. იმიტომ რომ მოგზაურობაზე უფრო სასიამოვნო არაფერი არ არსებობს და მით უმეტეს თუ ეს მოგზაურობა თანამოაზრეებთან ერთად არის და ეს პოზიტიურ მოგზაურებთან ერთად არის როგორც მე მყავს თუ თან ამას ახლავს სესიები რომელიც შენ ტრანსფორმაციას მოგზაურობაში ძალიან სერიოზულად უწყობს ხელს და ძალიან კარგად მიდის ყველანაირი გაუმჯობესება ცხოვრების მაშინ ხო რა თქმა უნდა არჩევანი ყოველთვის არის მოგზაურობაზე და მათ შორის ველნეს ტურებზე. მომავალ შეხვედრამდე მიყვარხართ ყველა.